ეთერში ვარ. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ნიკა მელია, თბილისის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან არის ჩვენი სტუმარი საღამო შვიდობის. მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის. რატომ უნდა მოგცენ თქვენ ხმა კანდიდატს, რომლის უკანაც დგას პარტია, რომელიც ამბობს, ასე ვთქვათ, თქვენი პარტიის არგუმენტი ასეთია, რომ თბილისი 10 წლის უკან იყო უფრო ცუდი, ვიდრე დღეს არის. ამ ლოზუნგის გამო უნდა მოგცეთ თქვენ ამორჩეველმა ხმა? ამას იზახის პოლიტიკური გაერთიანება, ჩვენი თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თბილისი იყო უფრო ცუდი ადრე 10 წლის წინ, ვიდრე არის დღეს. ამიტომ ის რომ რეალურად დავწეროთ თქვენ სამაში მეთანხმებით, რომ დღევანდელი დედაქალაქი უკეთესია ვიდრე ნამდვილად 10 წლისი. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ის, რატომაც ვითხოვ მე მხარდაჭერას. მე ვფიქრობ, აქვს ის რეალური გეგმა, მწყობრი, რითიც ვაპირებ საქმიანობას და კონკრეტული პროექტები უკვე დაგეგმილი და დამუშავებული გვაქვს. უბრალოდ ამას შეიძლება პოლიტიკური ნება და ამ ნებას ჩვენ აუცილებლად გამოვიჩენთ. ამ ჩვენ არ გვაქვს ან მე არ მაქვს ეხლა ეფემერული და უბრალოდ აბსტრაქტული დაპირებები და მართლაც არის ის ცოდნა და გამოცდილება დაგროვებული და ვფიქრობ, ახლა მე ჩემ თავზე თუ ვისაუბრებ უკანასკნელი წლების განმავლობაში, როგორც გამგებელი მუშაობდი იმ რაიონში, რომელიც ერთ-ერთი მძიმე რაიონია და ვფიქრობ, მართლაც დღემდე ტერფამდე ვარ გაცნობიერებული ყველა იმ პრობლემებში, რომელიც დედაქალაქს აწუხებს. ამიტომ შეიძლება ძალიან ბევრი რამ დააბრალონ გეთახმებით სამართლიანად უსამართლოდ წინა ხელისუფლებას, მაგრამ რასაც ნამდვილად ჩემის აზრით ვერ დააბრალებ, ეს არის ის კომპეტენცია, ის უნარი, ცოდნა და ის გამოცდილება, რომელიც დაუშვათ ჩვენ გვაქვს. დაუბრუნდათ 10 წლის განმავლობაში. ბატონო ნიკა, 10 წლის წინ რომ ჩაიბარა ნაციონალურმა ხელისუფლებამ თბილისი. თბილისის გასაუმჯობესებლად მათ ისინი ამბობენ, რომ 10 წელი დასჭირდათ და ეს ხომ არ არის პირიქით რაღაც წამგებიანი არგუმენტი ოცნებისთვის, რომელიც არც კი მოსულა ჯერ თბილისის ხელისუფლებაში. არა, ვერ გეტყვი. და რატომ ფიქრობთ, რომ გამგებელს, რიგით გამგებელმა უფრო კარგად იცით თბილისი, ვიდრე ნარმანიამ, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრია და შესაძლოა დედაქალაქზე კონკრეტულად არა, მაგრამ ერკვევა. მივანდოთ 15 ივნისს. მინისტრი იყო მაპატიეთ. 15 ივნისს მივანდოთ ამორჩევლებს, მათ უნდა თქვენი არგუმენტები გააკეთონ, ასე ვთქვათ, არჩევანი, ჩვენი ვალე და ჩვენი ამოცანა, მართლა ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები, სადაც ამორჩევლების უმრავლესობა გააკეთებს ცნობიერ არჩევანს და ბრმად ავტორიტეტებს აღარ გაყვებიან. როგორც ეს იყო შარშან 2 წლის წინ და წინა დღეებშიც. უახლოად გეუბნებით. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ის ხედვები, ის პროგრამა, რომელიც მე მაქვს ან ნებისმიერ კანდიდატს აქვს, ნაცვლად და დეტალურად გავაცნოთ ჩვენს ამორჩეველს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, ქალაქმა მოდერნიზება განიცადა, აშენდა ხიდები, ესტრაგადები, გვირაბები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქში პრობლემები არ არის. ნამდვილად არის და მეტიც სამწუხაროდ პრობლემები უფრო გაღრმავდა, სოციალური ფონი უფრო დამძიმდა და ეს კიდევ უფრო გამწვავდება თუ რეალურად ის აღებული ტემპი, რომელიც იქნა აღებული, არ გაგრძელდა, ანუ ის თუ რაც გავაკეთეთ გუშინ, თუ შევწყვიტა დაწყოში, ხვალ აი ეს გაკეთებულიც რეალურად წყალში გადაიქცა. თბილისში ისევ ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს დღეს დედაქალაქს და ასე რომ ეხა პრეტენზიები და ერთად ავამუშაოთ თბილისი, თქვენ ეხლაც თქვენი პოლიტიკური ძალა ამუშავებს თბილისს, როგორც მას ესმის. თქვენ თქვით, რომ იმ გამოცდილებასთან ერთად, რომელიც ამ ძალას დაუგროვდაო. მე რომ გადავხედე სიას, რომელთაც თქვენ იბრძვით თქვენი პოლიტიკური ძალა მაგალითად თბილისის საკრებულოში მოსახვედრად, დიდი, ეს თქვათ, ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ძიმეწონიანი, ეს თქვათ, გამოცდილი პოლიტიკური ლიდერებით დაკომპლექტებული სია არ არის. ძირითადად არის საკრებულოს შემადგენლობა და საკრებულოზე კარგი წარმოდგენა გაქვთ, მან კარგად აკონტროლა დედაქალაქის მთავრობა, დაასხვია ყველა გადაცდომისგან. არა თუ კარგი წარმოდგენა, მაგრამ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი და ვიყავი დღემდე ვერ გამიგია რა ნიშნით შეირჩა ძალიან ბევრი დეპუტატი. მორბენალ დეპუტატებზე საუბრობ. იმიტომ რომ რაც უნდა კარგი მერი იყო, კარგი საკრებულოს თავმჯდომარე, ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალო რგოლი. უახლოად გეუბნებით, მართლა ვერ გამიგია ძალიან ბევრი, და არა 1 და 2 და 3. რა ნიშნით იყო შეეული საკრებულოს, ასე ვთქვათ, დეპუტატები და ეს შემადგენლობა, რომელიც შეჭრებს. აი შემადგენლობა თქვენ ხარ, ამდენი თუ არაც გამგებელი ხართ.
ნუ წელიწადი და 8 თვე უკვე აღარ ვარ. ანუ ეს გამოცდილება რომელიც დაგვიგროვდაო, აი სიიდან მითხარით ერთი ახვლედიანი შეიძლება თქვა რომ რაღაც გამოცდილება და არის ხალხი რომელიც შეიძლება არ იყოს იმდენად ანუ ძიმე პოლიტიკური თვალსაზრისით წონიანი პოლიტიკოსი, თუმცა ეს ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება საერთო ეროვნულ არჩევნებისგან. აქ სხვა უნარი და კომპეტენცია არის საჭირო და ეს ის ხალხია, ვინც მუშაობდა ამ სფეროში. ზოგი გამგებელია, ზოგი რამდენიმე ყოფილი სამგებლებსაც რო გადავხედე, ხა ამიტომ ეს არ არის ხალხი, ეს არ არის ხალხი, ვინც უცხო არის თვითმმართველობისათვის ნამდვილად. ანუ ეს ანუ დაზღვეულისია ეს? დაზღვეულში მას გულისხმობ, რომ არ მოხდება ის, რაც მოხდა მაგალითად შიხიაშვილის შემთხვევაში, როგორც თქვენ არ მოგწონთ. არა, სწორედ ამიტომაც ხშირად ვამბობ და გავიმეორებ. მე ტრაგედიას ვერ ხედავ იმაში, რომ წინა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. აბსოლუტურად ვერ ხედავ. იგი ტრაგედიას ხედავ იმაში, რომ იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრება ციკლია ხალხ ხელისუფლებაში გადადიხარ ოპოზიციაში მე ისე ბრუნდები. ტრაგედიას ხედავ იმაში, რომ ეს ახალი ხელისუფლება მოდიხარ და ქვეყანას ახალ განვითარების ეტაპზე 2 წლის განმავლობაში ვერ გადაიყვან. და როდემდე შეიძლება ხელისუფლებაში ერთადერთი გარანტია უკაც ერთი მიხარით, კარგით. ნაციონალური მოძრაობა 1 წლის თავზე და თუნდაც წელიწად ნახევრის თავზე უკვე ისე მოქმედებდა, რომ გადაყვანილი ყავდა ქვეყანა სხვა განვითარების ეტაპზე. ანუ გაიხსენეთ 2003-2004-ში. 2003-დან 2000 თბილისში თქვენ ხართ ისევ ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს დროზე დავა წოცნებას არა, უდიდესი კონტრასტია. 2003-ში მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არ ვიყავი წლები და მახსოვს, რომ ძალიან ბევრიდან გაკეთდა. ტკინმეული რეფორმები გატარდა 2004, 2005, 2006. მე თქვენ დამისახელებთ. 2014 წელია ახლა და არა 2016. იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2 წლის თავზე. ანუ ეს ხელისუფლება სწრაფად აკეთებდნენ ვიდრე ესენი. არათუ სწრაფად აკეთებენ, მე თუ დამისახელებთ ერთ მიმართულებას, სადაც რართლად რაიმე გაკეთდა. და სწორედ ეს თქვენ დებატების საშუალებად იქნება და ოპონენტები დაგისახელებენ. თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს ვიზუალურად გიგი უგულავა, ამის ყველა მეორე ბანერზე ერთ-ერთად წარმოდგენილი. ვაბანერია ასეთი მხოლოდ. და ჩამოხსნათ უნდა რახან გიგი არც სიაში, ანუ სიაში არ აღჭდა. ანუ ზოგადად ბილბორდებზე მასთან ერთად გამოჩენა თქვენ ხმებს მოგიმატებთ თუ არა, როგორ ფიქრობთ? გიგი უგულავა აპირებდა კენჭისყრას და მოყოფილიყო სიის პირველი ნომერი, ვინაიდან მან გადაიფიქრა და რატო გადაიფიქრა ეს მას უნდა გკითხოთ ალბათ. რა თქმა უნდა, ეხლა ას კარგავს მისი, ასე ვთქვათ, ბანერზე ყოფნის და რამდენიმე დღეში აუცილებლად კარგი, ნიკა, ჩვენ გაცვლეთ ახლა საშუალებას თქვენ დაასახელოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ თქვენი პროგრამიდან, რითიც ამომრჩეველმა პირველ რიგში თქვენ უნდა მოგანიჭოთ უპირატესობა და არა სხვა კანდიდატებს. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია და ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრებ, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურული ქალაქის განვითარება ორიენტირებულია ფეხით მოსეულზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ამ მიმართულებით მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი, კერძო საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ ავიღებთ. წელსვე სასწრაფოდ 100 ავტობუსი უნდა შევიძინოთ, რომელიც დაემატება არსებულ ავტობუსებს, რაც რეალურად საჭიროებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთანავე არა, მაღალი ხარისხის, ნამდვილად რასაც ვაპირებთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ურთიერთკავშირებას და პირისპირებას გადაყვა ეს ყველაფერი. ასევე წინადადებს ნუ ამბობთ სადაც ჩაკითხვის და არა მანამდე რომ დრო მიიღო მაშინაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ალბათ გახსოვთ ეხლა თქვენც ხო ისეთი რამე არ უნდა აი ეს ავტობუსები ძალიან კი ბატონო მაგრამ ქვეყანა ვითარდება ქალაქი ვითარდება 10 წლების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემას ეხლა 8-10 წელიწადში ვერ გადაწყვეტა ამიტომ საზოგადოებრივი დღეს ვინაიდან სოციალური ფონი ძალიან გართულდა დამძიმდა გაჭირებულს კიდევ უფრო გაუჭირდა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაფართოვდეს შეღავათების სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს უკვე წლების განმავლობაში. კერძოდ. თუმცა ფასის მომატებაც უკავშირდება უგულავას მერობის პერიოდს. კი ბატონო. მოიმატა 2000 თუ არ ვშტები 7 წელს, 2010-ში მოიმატა 50-მდე, მაგრამ აქვე ამოქმედა შეღავათების სისტემა, რითიც 600,000 თანაქალაქეს მიეცა უფასო ინფრასტრუქტურა და შეღავათება. ანუ ყველა პენსიონერს, ყველა სტუდენტს, პედაგოგს, შესაძლებლობის მქონე ადამიანს და სოციალურ დაუცველს შესაძლებლობა ექნება
აბსოლუტურად უფასოდ გადაადგილდეს მუნიციპალურ ტრანსპორტში, ანუ ავტობუსსა და მეტროში და ყველა სხვა დანარჩენ თბილისელისათვის გზავრობის ტარიფი ნაცვლად 50 თეთრისა იქნება მათთვის 20 თეთრი. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავადი, მაშინ როდესაც კიდევ უფრო ბატონო კიდევ თქვათ რომ მოვასწროთ კიდევ რამდენიმე ეს ერთი გავიგებთ. ეს ერთი არის რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ გამოიწვევს 25 მილიონით დას ბიუჯეტს, ანუ ჩვენ ვაფართოვთ დღეს 12 საზოგადოებრივი ჯგუფისთვის შეღავათები მოქმედებაში არ უბრალოდ ვაფართოვით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში თქვენ იცით რომ პრობლემა არის და დღეს წელსვე თუ არ მოგვარდა ეს პრობლემა რეალურად გაღრმავდება, აუცილებელია რომ ეს მძლავრი ავტომობილიზაციის პროცესი რაღაცნაირად შევაჩეროთ და რაც გულისხმობ ამაში. მნიშვნელოვანია რომ ქალაქში გაჩნდეს ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვიმუშავეთ 70,000-მდე ავტოსადგომი გულისხმობ მიწისქვეშა და მრავალსართულიანი მიწაზე და ავტოსადგომი. გერმანიასაც იგივე თქვა დაახლოებით ცოტა ხნის წინ. ცოტა ხნის წინ ბევრს გისმენთ თქვენ მოყევით. ამიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ იმ მდგომარეობას, ამ მდგომარეობას დღეს ჩვენ გვაქვს, ანუ ტროტუარებზე დგას მანქანა, არა ტროტუარზე თქვენ იცით უნდა დადიოდეს ადამიანი. ანუ ყველა მიმართულება იქნება, ასე ვთქვათ, ძალისხმევის ქვეშ, ის მიმართულება, რომელიც ბმაში იქნება ფეხით მოსწორული ადამიანთან. ყველა ეს ასეინო, სარეკრეაციო ზონა, რომელიც დღეს ჩვენ დედაქალაქში გვაქვს, არსებული უნდა აუცილებლად განვითარდეს და დამატებით მაქსიმალურად შეიქმნას, რომ როგორც ევროპულ დედაქალაქებში არის, მაქსიმალურად წავახალისოთ ჩვენი თბილისელები, რომ გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა მაინდა-მაინც მანქანით. თქვენიც რო ევროპაში ხართ, ავტომობილი, მაგრამ შაბათ-კვირაობით გამოყავთ და კვირის დღეებში, სამუშაო დღეებში გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სანამ ჩვენ გვეცოდინება რომ აი აქ სადაც თქვენი სტუდია იმყოფება, ჩვენ მაგალითად წავალთ პეტრიაშვილი 18 ნომერთან და პეტრიაშვილი 18 ნომერთან გავაჩეროთ მანქანას, წავალთ მანქანით. თუ გვეცოდინება რომ პეტრიაშვილი 18 ნომერთან ვერ გავაჩეროთ მანქანას და შეიძლება გავაჩეროთ 3 კილომეტრის დაშორებით ავტოსადგომში მიწისქვეშა, წავალთ აუცილებლად საქალაქო ტრანსპორტით, იმიტომ რომ გვეცოდინება რომ საქალაქო ტრანსპორტი პეტრიაშვილი 18 ნომერთან გაჩერდება. ამიტომ ეს არის თანამედროვე ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფცია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეკრეაციულ ზონებზე თქვენ პარტიას ძალიან რეპუტაცია აქვს თბილისში, ძალიან ბევრი რეკრეაციული ზონა აღარ არის, მას შემდეგ რაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. მე ვცხოვრობ გვერდით ასათიანზე და იმ პარკს ახლა ანადგურებენ და კიდევ ამდენი კითხვა რომ არ გაგიჩნდეთ, პირდაპირ გეტყვით. ბევრი რამ მომწონდა წინა წლებში, რაც ქალაქში ბევრი რამ მართლაც გეკეთებინსა სხვადებდა. ამიტომ მე თუ მომცემთ საშუალებას ვისაუბრო იმაზე, მე რაც ვაპირებ, იმიტომ რომ კი ბატონო, უბრალოდ თქვენ იმ გუნდთან ერთად მოდიხართ, რომელიც ეს იმას არ ნიშნავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომუნისტური პარტიის წევრივით ეხა მე რეალურად რაც წინა წლებში არ სხვა მდგომა გექნება, თქვენი პარტია იძლევა გაჯანსაღ და რა თქმა უნდა იძლევა, წინა შემთხვევაში რა იძლეოდეს მე აქ არ ვიქნებოდი და ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, მეტიც არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, რომ დამენახა 2 წლის განმავლობაში ის კარგი რაც იყო, ის გაგრძელდებოდა და ის ცუდი არ გაიფუშნებოდა რეალურად. უნდა აკრიტიკოთ ოპონენტის გასაგებია, კონკრეტულად თქვენ დაპირებაზე. მე მაქვს ერთი კითხვა, მინდა რომ ესეც მოვასწრო, ქსელში გაჩნდა ფოტო, სადაც თქვენ დავით ნარმანიას ხელს ართმევთ. მართალია ზურგიდან ხართ, მაგრამ მგონი გიცანით რომ თქვენ ხართ. გიცანით. აი ეს ფოტო ახლა ეკრანზეა. რამ მოასწარით გეთქვათ მისთვის, აი რა ეს შეხვედრა მოგვიყევით და ასევე დებატებზეც კითხავთ, რა ფორმატში გინდათ მასთან დებატები. 4 დღის წინ მე მას უსურვე წამატებები და უთხარი რომ შევხვდებით მეორე ტურში. მან რაო? რაზეც მან მიპასუხა ორჯერ გამო შანსი არის, შანსი არ არის. ამიტომ მეტი არაფერი არ გიცრათ. მე ვფიქრობ რომ ეს არის თბილისელების გადასაწყვეტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მინდა გულახდილი ვიყო კვლავ, თქვა რომ ეს იქნება არჩევნები, რომლის ბედი გადასწყვეტა მეორე ტურში. ნიკა, თქვენ ესეთი დაპირება გაქვთ, რომ დამისუსტეთ თუ არ ვარ მართალი, საწოლზე და გაზზე აქციზის გადასახადს გააუქმებთ და ეს 25 თეთრით გაიაფებს, საწოლზე გაზ 8 თეთრით. კი ბატონო, ეს არის რეალურად მოწოდება ცენტრალურ ხელისუფლებას. ჩვენ აუცილებლად დავარწმუნებთ. იმიტომ რომ მერიას არ აქვს ეს პრობლემა. დავარწმუნებთ აუცილებლად ამ გადაწყვეტილების მიღების ისტორიაში, იმიტომ რომ არ არსებობს ისინი ვერ ხედავდნენ და მეტი ძალიან კარგად ხედავდნენ, ამიტომაც ისინი ძალიან ნერვიულობენ და ძალიან სამწუხაროდ, ვისაც ხელისუფლებაში 2 წლის თავზე რეალურად შიშის სინდრომი ჩამოუყალიბდათ მათ, ისინი არიან თანამდებობები და რეალურად ძალიან ნერვიულობენ, რომ საქმე არ გამოსდით. მნიშვნელოვანია
ეს შეღავათები განხორციელდეს მიიღონ, ეხლა თქვენ მეტყვით რომ წინა წლებში რატო არ გააკეთეს, ხო? არა, არ გეტყვით, ვიცოდი, რა მისამე გააკეთე პასუხი. კი ბატონო, ეს ხოლმე არ ნიშნავს, რაც არ გაკეთდა წინა წლებში, არ გაკეთეს ეხლა. კარგი, ნიკეტი კითხვა. თქვენ მუდმივად მაპატიეთ, თქვენ მუდმივად აკრიტიკებთ ეხლა ამ ხელისუფლებას, მაგრამ გაქვთ იმის განცდა, რომ გაიმარჯვეთ. თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი განცდები არ არსებობდა ოპოზიციურ პარტიებში და ეს უკვე მიღწევა. ალბათ. გასაგებია, მაგრამ ნიკა, მე მაქვს ბოლო კითხვა ასეთი. როგორ ფიქრობ, აი შენ დავთვალ მარტო რომ რჩები, პარტია ნაციონალური მოძრაობა შენ ამ კამპანიაში ხელს გიწყობს თუ გიშლის? აი, როდესაც ამომრჩეველს ხვდები, როდესაც მეგობრების წრეში ხარ. რა თქმა უნდა, არის სხვადასხვაობა. აი, პარტია შენთვის მინუსია თუ პლუსი? მე არ მინდა ახლა ვიხილო ის საქართველოს, სადაც ყველა ეჭვაზე იქნება. რა თქმა უნდა, სწორედ საარჩევნო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ იძლევა ამ მოჩვენებისათვის საშუალებას დაუჭიროს რომელიმე ცალკე პოლიტიკურ გაერთიანებას, აქვე რომელიმე პერსონიფიცირებული არჩევნების ტარდება, იცით, ამ შემთხვევაში იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს შორის მხოლოდ არჩევნები და რომელიც პოლიტიკური პარტიაც გაიმარჯვებდა, ის დანიშნავდა ნებისმიერ ქალაქის მერს და მაჟორიტარებს, ხო, დეპუტატებს. ამიტომ მე მესმის თქვენს გულისხმობ და საერთოდ მიყავთ საუბარი. მე ვადასტურებ, რომ იყო მთელი რიგი წარმატებული, ასე ვთქვათ, წლები, მაგრამ ამ წარმატებების ყოველდღიურად იყო ბევრი შეცდომა, იყო გადაცდომები, მათ შორის დანაშაულებრივი შეცდომებიც. მე ამას არ გაურბივარ და მეტიც რომ დამენახა, სწორედ ამ ჭრილში ვარ, მე რომ დამენახა, რომ ამ 2 წლის განმავლობაში, მე რომ დამენახა რეალურად, რომ აბსოლუტურად ძალიან კეთილშობილი ხელისუფლება მოვიდა, რომელმაც უარი თქვა ყველაფერი სუძე და ყველაფერი კარგი განავითარა. მართლა არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. პირიქით, ჩემი მოვალეობა იქნებოდა, რომ დავხმარებოდი, იმიტომ რომ კეთილდღეობა შეიქმნას ამ ქვეყანაში და ხელისუფლება ყავდეს, ვინც ქართულ საქმეს გააკეთებს. ჩემის აზრით, ყველასი ვალი იქნება. გერმანიაში არ გეტყვით, შანსი არ არის, რომ მე გეტყვით, რომ ყოველ თავისი შესაძლებლობის ამიტომ ვითარდება ცხოვრება კიდევ ერთხელ ამბობთ, ტრაგედიას, მოდით, დავინახავთ, ეს პოლიტიკური გაერთიანება გეთანხმებით, გაკეთილშობილება საჭიროებს და ამ გზაზე დგას, გულახდილად გეუბნებით, ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობ და ერთ-ერთი დადებითი მხარე, ანუ ნეგატივში შეიძლება დავინახოთ ის, რომ წინა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი ყავდა მათ სახელმწიფო გოლებში, რომელიც არც იდეების, არც ფასეულობების გარშემო იყო გაერთიანებული და მხოლოდ მდგომარეობის შესაქმნელად იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ წინა 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას რომ გაემარჯვა არჩევნებში, ის ხალხი, ვინც დღეს კვალ ხელისუფლებაში აღმოთ ახლა უკვე ქართული ოცნების ეგიდით, იქნებოდა ნაციონალურ მოძრაობაში. რა თქმა უნდა, ამიტომ ყველაფერი ხდება ძალიან განუზომიერად. ერთი შეკითხვა მაქვს და დავამთავრეთ, მოკლედ მიპასუხეთ. თქვენ ოცნებასთან აი მიიღონ არმანიამ თქვენი გამოწვევა დებატებში, თქვა რომ სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თქვენთან დებატებში, მაგრამ ანუ ყველასთან ერთად. თქვენ თანახმა ხართ რომ მიიღოთ მონაწილეობა სხვა კანდიდატებთან დებატებში? აბსოლუტურად თანახ, ჩვენ გვექნება საშუალება მე დავწუნებული. და არა მხოლოდ არმანიასთან. ყოველ შემთხვევაში მეორე ტურში ვერაც ხდება თქვენ არმანია დებატებში. ანუ თქვენ ფიქრობთ მაინც რომ მეორე ტური იქნება? თუ ფიქრობთ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ და არ არის ის რეალობა. ხო, მე დარწმუნებული ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზეც და არ აღმოჩნდა მეორე ტური. რა, დარწმუნებული ვიყავი რომ იქნება. ორჯერ არ შეცდები დარწმუნებული. კარგი, დიდი მადლობა. ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის მერობის კანდიდატი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.